26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიებების ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და ვატარებთ გამოფენას, რომელიც არის დაკავშირებული გიორგი აფხაზთან. ჩვენი ვალდებულება რომ განვავრცოთ, გაუზიაროთ ჩვენ საზოგადოებას და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის მემკვიდრეობა, რომელიც იყო და არის დატოვებული გიორგი აფხაზის მიერ და ამ თვალსაზრისით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით ჩამოვაყალიბოთ სტიპენდია, რომელიც იქნება გიორგი აფხაზის სახელობის სტიპენდია და რომელიც დაიხმარება ჩვენ სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რათა გააუმჯობესონ ან ისწავლონ, ან მოღვაწეონ იმ დარგებში, რომელ დარგებშიც იყო თვითონ მოღვაწეობდა გიორგი აფხაზი. გიორგი აფხაზს და ზოგადად აფხაზების გვარს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში და გიორგი აფხაზი პირველი დიპლომატი იტალიაში, ხელოვანი, სცენოგრაფი, ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მეტი გაიგოს მის შესახებ და მან შექმნა ერთგვარი ისტორია საქართველოსი, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი თანამემამულეებისთვის ცნობილი და ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარ ემოციურ კავშირსაც გააჩენს წარსულსა და მომავალს. გიორგი აფხაზი არის უმნიშვნელოვანესი სახელი ქართული თეატრალური მხატვრობის ისტორიისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოში არ უცხოვრია და მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა მიუძღვნა იტალიას, მის ნამუშევრებში ნამდვილად იგრძნობა ქართველი კაცის ხასიათი. გიორგი აფხაზი იყო ევროპელი მაგრამ არსით და შინაარსით ქართველი, რაც არის უნიკალური მოვლენა და დასტური იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის იყო თავის დიდ მოღვაწეებთან ერთად ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ამიტომ დღეს ის, რაც ჩვენ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად ხელოვნების სასახლემ გააკეთა, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ამ ადამიანის ხსოვნის უკდავსაყოფად. ჩვენ ვსეიმობთ ჯერ ერთი დიდ დღესასწაულს ყველა ქართველისთვის დამოუკიდებლობის დღეს და რაც შეეხება გიორგი აფხაზს, ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი და ძალიან დიდი მოვლენა საქართველოსთვის, თვითონ ეს პერსონა გიორგი აფხაზი, რამეთუ ძალიან დიდი მემკვიდრეობა აქვს დატოვებული ჩვენთვის, ჩვენი აფხაზებისთვის და ამიტომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება დიდმა საზოგადოებამ გაიცნოს მისი ღვაწლი.